LGBT თემის წარმომადგენელი, რომ ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაც გააკეთეს ასისრულე სიფრთხილე. ნელ-ნელა თავის გამორჩეველიც გამოეცლება, ხო? ის აკეთებს, რომ განსხვავებას, რომ თქვენ კი მოიგეთო, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს დამარცხდაო. ანუ ეხლა ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, თქვა, გახარია რაღაცა, ხო ნორმალური ადამიანი ხო ხარ, ანუ ამაზე ხო უნდა გქონდეს რეაქცია. ანუ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ხელისუფლების და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ და ანუ ის მართალია თუ არ არის, ხო და ქვეყნის რეაქცია არა, ანუ ეხლა წარმოიდგინე შენ რომ LGBT თემის წარმომადგენლის ნაოცნებარი გამარჯვებული საქართველოს როგორია და იმას რომ ხარს უჭერ, ხო, აი გაჩუმებული ხარ და ხარს უჭერ, ხო ასე არა, ხო ეთანხმები არა, ხო შეიძლება ვიღაცა ხარს კი არ უჭერ, ზურგით შექცევით დავდგეთო კაცს, ძალიან ესეთმა ის ანუ იმის განცხადება რომ იმას უნდა თავის თვითონ რომ უნდა ისეთი საქართველოს უნდა და შენ ამას ირიბათაც და პირდაპირაც ხარს უჭერ, ხო შეიძლება რაღაცა ფორმით ვიღაცის რაღაც არასწორი ქმედება არასწორი საქციელი თანაშაულებრივით რაც გინდა დაარქვი რაღაც ფორმით გააკრიტიკო და გამოხვიდე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაგრამ უფლება არ გაქვს შალვა რატომ არ გაქვს უფლება იმიტომ რომ შენი ბედი შენ არ გეკუთვნის როდესაც აგენტი გახდები ვიცით გინდა იყო პოლიციის აგენტი ხარ პროკურატურის ევროპის, ამერიკის თუ ჩინეთის აგენტი ხარ, დამთავრებულია. ანუ შენი ბედი რაღაცნაირად არის დამოკიდებული, რაღაცნაირად არ აქვს. იმაზეა დამოკიდებული. პირდაპირ კი. რასაც უნდა იმას გაგიკეთეთ. აქ ხელს კომპრომატი უჭირავს. რა თქმა უნდა, ისეთი კომპრომატი უჭირავს, რომელიც დაგღუპავს. როცა უნდა გამოიყენებს ამ კომპრომატს და იქაც აღარ დაგედგომება, სადაც ხარ. ამიტომ ახლა რასაც ეთქვიან ამათ, ის უნდა აკეთონ. უბედურება, ხალხო, ეს არის უბედურება, როგორ შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციად იწოდებოდეს რაღაცა კასტა კატეგორია, ამას კონდეს 800,000-იანი მხარდაჭერა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში და ქონდა კაცო ცოტა ხნის წინ და ამას ყველა მიცოდეს, რომ ესენი არიან აგენტები, ფულით ნაყიდი და მათი ძაფები სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სამსახურებს უჭირავს ხელში. რასაც უნდა იმას უზავენ და როცა უნდა ანუ შენ რომ ფიქრობ რომ ამას ხმას მივცემ და ხელისუფლებაში მოვიყვან აი ხელისუფლებაში რომ მოიყვან იმ ძაფებს მაშინ მიწევენ და მაშინ მოწევენ მაშინ მოატეხინებენ კისერს ამ შენს ქვეყანასაც და ხალხსაც და ამას ხო უნდა დაფიქრება და წეღარ რომ ამბობდით როდემდე გაგრძელდებაო ჩემი შალვა ჩვენ წინ არჩევნები ხო გვახსოვს კაცო წინ არჩევნებში 8 თვე ცდილობდნენ რომ ეყანყალებინათ ქვეყანა რა ეხლა ცოტა ხანი კიდე ეხლა რუსთაველიზე მერიას დაგეგმილი აქვს რეკონსტრუქცია ხო რეაბილიტაცია აქვს თლიანი დაგეგმილი მე რუსთაველიზე ადგილს ვეღარ ეპოვიან სხვაგან გადაინაცვლებენ და ნელა ზოგს ეხლა რუსთაველის ხათრი დადიან იქ ზოგი იმიტომ რომ რუსთაველზეა მიტინგი თორე თქვათ ეხლა შეურაცხყოფას კი არა გრდანში რომ ტარდებოდეს მიტინგი მაგდენი კი აღარ იქნება შორს არის კი ბატონო და ასე შემდეგ რა ესენი ნელა მილევად რეჟიმში გადავლენ და საბოლოო ჯამში როდესაც ისინი თავისი პატრონები ეთქვიან რომ მიუხედავად იმისა რომ თქვათ არ უნდა და ხო ნორმალური ადამიანი ფიქრობს რომ ეხლა რომ მე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო ჩემი ამორჩეველი მეტყვის რომ ესე იგი ის უკვე ლეგიტიმურად ჩათვალე ხო შენ წინა არჩევნები რახან ახალ არჩევნებში მონაწილეობას იღებს მიუხედავად ამისა რომ ესე ფიქრობენ მაინც გადაწყვეტილებას ხმები მიიღებენ